გამარჯობა, მე ვარ მარიამ დობა და 14 წლის. ვსწავლობ ბენერდი ესამიძის სახელობის სოფელ სახოვაშოს საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის კითხვა, სწავლა და ძალიან მიყვარს ასევე ხატვა. არ გამომდის, მაგრამ წიგნს როცა ვკითხულობ, პერსონაჟი როგორ წარმომიდგენია, მას ვხატავ. ასევე მიყვარს სამსახიობობა და სკოლაში გავდივარ პრაქტიკებს. ძალიან კარგი სპექტაკლები იყო, მაგრამ რომელიც დამამახსოვრდა, იყო ეს რომეო და ჯულიეტა. სადაც ვასრულებდი ჯულიეტას ძიძის როლს. ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ საინტერესო ამავდროულად. თან ეს იყო ყველაფერი მოხდა ინგლისურ ენაზე. ფორმები შევიკერეთ და ძალიან საინტერესო იყო ამავდროულად. სიამოვნებით ვითამაშებდი მანანოს როლს, ქართული ფილმია. ასევე ძალიან მიყვარს ის ხასიათები, რადგან ვერ გებით ერთმანეთს, მე ცოტათი ცელქი, მოუსვინარი ადამიანი ვარ. რაც შეეხება კითხვას, ოჯახმა შემიწყო ხელი, რადგან მიქმნიან ისეთ გარემოს, კითხვის ისეთ გარემოს, რომელმაც ძალიან მშვიდი გარემო, დედა მიწყობს ამაში ხელს. ფინანსურათაც მიჭერს მხარს, რომ ბევრი წიგნი წავიკითხო, ასევე გვაქვს დიდი ბიბლიოთეკა სახლში და ამ ბიბლიოთეკის დამაარსებელია დედაჩემი. ჩემი საყვარელი წიგნია თინათინ ბერიძის მოპარული სიყვარული და სოფუარდიას გროსმაისტერი. თინათინ ბერიძის ესეც შეცდომა ნათია ჯაგოდნიშვილის გადამწყვეტი ხედები სრულიად აღმოჩნდი იმ სამყაროში, სადაც ის პერსონაჟები თამაშობდნენ. იმდენად თავისუფალი, თანამედროვე და ახლო არის ჩემთან, რომ განანულად დავდგამდი მას სცენაზე. ჩემი პირველი წიგნი იყო ძალიან დიდი, მაგრამ საინტერესო იყო პეპიგრძელი წინ და სასაცილო, საინტერესო და მან შემაყვარა კითხვა. არასდროს არ მიყვარდა კითხვა და უბრალოდ ვამბობდი, რომ ის რაღაც ფურცლებია, რომელშიც წერია რაღაც, მაგრამ არა, ის არის სამყარო, სადაც იშლება ყველაფერი და იწყება. მიყვარს ჩემი სკოლა. პატარა სკოლა საყვარელი, მიყვარს ყველა მოსწავლე, რადგან პატარა სკოლა ყველას ვიცნობ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ არის გამონაკლისები. ჩემ კლასსაც ვიტყვი, ძალიან საინტერესო კლასია, ერთ დღეს კამათი გვაქვს, მეორე დღეს საუკეთესო მეგობრები ვართ. კლასში ყველაზე მშვიდი ყავს გიგა მიქელაძე, ყველაზე ცელქია ერეკლე დიასამიძე და ყველაზე ჭკვიანი, ესე ვიტყვით, არის სანდრო დუმბაძე. რაც შემეხება მე ბავშვობიდან ცოტათი ცელქი ვიყავი დაწყებითი კლასებში, მაგრამ თანდათან გამოვსწორდი დამრიგებელი, ეს არის ძალიან საყვარლესი მასწავლებელი ნინო აბაშიძე, ჩემი საყვარელი მასწავლებელი. ისტორიის პედაგოგია, მან შემაყვარა ისტორია, ვერასდროს ვერ ვიმახსოვრებდი თარიღებს, თუნდაც საუკუნეებს, მაგრამ მან შემაყვარა ეს საგანი, გახადა უფრო საინტერესო ჩვენი გაკვეთილები და მადლობა მას. ძალიან თბილია ჩვენს მიმართ, ჩვენს მიმართ ყველას მიმართ ძალიან თბილია, ძალიან კარგად იცის ბავშვთან კომუნიკაცია და ხელს გვიწყობს უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი სკოლის ეს წლები. რო გავიზრდები, მინდა რომ გამოვიდე ექიმი, კერძოდ კარდიოქირურგი, ამაში ხელს მიწყობს ისიც რომ ჩემი მშობლები მედიცინის მუშაკები არიან. და ძალიან ბავშვობაში სულ მინდოდა თეთრი ხალათის მორგება, როცა სხვას ეცვა ძალიან მინდოდა რომ ერთ დღესაც ის თეთრი ხალათი მეც მომერგო, ჩემი ოცნება იყო და დიდი იმედი მაქვს რომ ავისრულებ მას. დედა ფარმაცევტია და წამლები როცა მოქონდა სახლში, მე თოჯინებს ვასმევდი, თუნდაც ობუსინჯავდი და ჩემი პაციენტები იყვნენ ბავშვობაში. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, ძალიან მაინტერესებს მომავალში ჩემი თავი, თუ სად ვიქნები, ჩავაბარებ თუ არა იმ უნივერსიტეტში, რომელსაც ვოცდება რომ ჩავაბარო, მაინტერესებს ჩემი ოჯახის მდგომარეობა, თუნდაც სოციალურად, ფინანსურად და ის სამყარო, რომელსაც მომავალში მე ვიქნები. სახლში ძალიან ჩვეულებრივი გარემო გვაქვს, ცხოვრობთ ბაბუა და ბებია, მამა, დედა და ჩვენ სამი პატარა ბავშვი. ძალიან თბილი გარემო გვაქვს, ყოველ დღე ბებია ჩვენი მოვლით არის დაკავებული, სულ ფუსფუსებს რომ არაფერი არ მოგვაკლოს და ბავშვობიდან ძალიან მანგზრდი და დედა რადგან სამუშაოზე გადიოდა, მასთან ვიყავით მთელი ბავშვობა და დღემდე ასე ვართ. მინდა მაგისთვის აქედან მადლობა გადავხადო, მას ძალიან მიყვარხარ, ბებო. ყავს ერთი და ერთი ძმა, ძალიან საინტერესო დაცმა მყავს, რადგან ჩხუბობთ, ძალიან ბევრს ჩხუბობთ, მაგრამ ეს ერთმანეთის სიყვარული ყველაფერს გვავიწყებს. ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს,
მაგრამ აი პატარა და ძალიან მერუგებს ალექსანდრეს, რადგან არ იცის მოთმენა და დათმენა, ამიტომაც ყველაზე დიდი მე ვარ და დათმობისკენ მე ვიხრები ცოტათი. იმედია გაიზრდებიან და დაჭკვიანდებიან, ალბათ მის მათ გარეშე ცხოველების ცხოვრება წარმოდგენას დაკარგავდა. ფერები სულ სხვანაირი იქნებოდა და ის ორი მყავს ცხოვრებაში მეტი არაფერი. მამიკო ძალიან მიყვარს, მე ვარ მამიკოს პატარა გოგო, პირველი გოგო, თავიდანვე მამა იყო, რაც იყო ჩემი მთელი სამყარო და დღემდე ესე არის და იქნება. ძალიან საინტერესო მე მისგან ჯერ არც სიუხეში და არც სიმკაცრე რას მიგწნია, ძალიან სახალისო და სასაცილო დღეები გვაქვს ერთად გატარებული. მისი განსაკუთრებული თვისება, როცა რაც არ უნდა საქმე დაკავებული იყოს, ის ჩვენთვის ყოველთვის მოისლის და რაც არ უნდა ვთხოვოთ, წამებში აგვიქნეს იმას, რაც ჩვენ გვინდა. ძალიან ყურადღებიანი და მსრუნველი. დედიკო არის ცოტათი მკაცრი, რაღაცებში გზღუდავს, რაც მამა არ არის მკაცრი, დედა არის. დედა წყვეს ჩვენს წასვლა არ წასვლის საქმეს, გართობა არ გართობის საქმეს, მამა ყველაფერზე თანახმა, დედა კი ცოტა ფიქრი სჭირდება ამ ყველაფერზე. მაგრამ დედა ჩემი ყველაფერში ხარში მიდგას, ყველანაირად ხარს მიჭერს, ფინანსურათაც მეხმარება, აი სადმე რამე წასვლა მინდა და ვერ შევძლებ, ძირითადად ჩემი სუპერზალაა და ჩემი საუკეთესოდაც შეურის საუკეთესო დაქალია, რომელიც მილიონერი მგონია. ჩემი აზრით მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი, გამოდის კარგად კულინარია, მაგრამ დალაგებას რაც შეხება, ეს არის ჩემი სუსტი წერტილი, ვერასდროს მოტივი მჭირდება, რაღაცის მოტივი, რომ დავიწყო ჩემი საქმიანობა. ამასე ხელს მიწყობს მუსიკა, განტვირთვა, როცა ვიწყებ უკვე ვეღარ ჩერდები, მაგრამ ის დაწყება ცოტათი მეზარება, თორე განაგრძო არაა პრობლემა. როცა ჭვენჯა გავაკეთებ, იქნებოდი 6 წლის და დედას დაბადების დღესზე გამოვუცხე ტორტი, რომელიც ძალიან ცუდად დასრულდა, მაგრამ მაინც ახალისოდ მიმაჩნდა ეს ყველაფერი. ეხლა ყველაზე კარგად გამომდის ნამცხრების გამოცხობა, დედასაც უყვარს ის საქმიანობა, რასაც ვაკეთებ. უყვარს, რაცა დიასახლისი მყავს სახლში და ვეხმარები მას ყველაფერში, რაც თუ შემიძლია. რაც შეეხება ჩემს გაკეთებულ საჭმელებს, ვერ გაგიწევთ კიდობას ამაში, ჯობია დედაჩემის ან ბებიას გაკეთებული საჭმელების მდგიმას ძლოთ. მიყვარს ფილმების ყურება, ძალიან მიყვარს ჰორორი, რომანტიკა და დრამა. ჩემი საყვარელი ფილმია ყველაფერი იწყება ჩვენით. ძალიან საინტერესოა ის, რაც ხდება ორ ადამიანს შორის და აკავშირებთ ერთმანეთს. სამოგზაუროდ წავიდოდი სიამოვნებით ამერიკაში ან ბარსელონაში, ჩემი ოცნებაა თვითონ ამერიკაში ჩაბარება და იქ მოგზაურობა და იქ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს და აქ დაბრუნებას რა თქმა უნდა ვაპირებ და ჩავაბარებ, მაგრამ მოგზაურობა ცოტა ხნით და განტვირთვა, რა თქმა უნდა, არასდროს არ არის ცუდი. წინა მონაწილე, ამიტომ ესეთი შეკითხვა. დრო შემოგზაურებ შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის. დიდი ალბათობით ვიმოგზაურებდი 25 საუკუნის ამერიკაში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ესეთ შეკითხვას. რომელი ქვეყნის დედოფალი იქნებოდი შენ? საქართველო არ უთლება და მაგალითად მე ვიქნებოდი ინგლისის დედოფალი, რადგან ვეცნობი ხა ინგლისის კულტურას ისტორიაში და ძალიან მომწონს ის რელიგიის გავრცელება თუნდაც და ვიქნებოდი ინგლისის დედოფალი. ბედნიერება არის ყოველი ის წუთი, რასაც ცხოვრებაში ვატარებ, მშობლებთან გატარებული დრო, მეგობრებთან, თუნდაც ის სწავლა ჩემთვის არის დიდი ბედნიერება, რადგან მე ამას ვახერხებ და თავს ვაბავ ესე ვთქვათ ყველაფერს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.